მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე ბავშვთა სიღარიბის შემცირება, პრობლემაზე უпростоრეთ. UNICEF-მა ჩაატარა კვლევა და ამ კვლევის მიხედვით უკანასკნელ წლებში ძალიან პატარა შემცირება პროცენტული აღინიშნება, მაგრამ ბუნებრივია ეს არ არის საკმარისი. მე მხოლოდ ერთ პატარა ციფრს ვიტყვი, რომ დღევანდელი მონაცემებით რამდენადაც ვიცი 77,000 ბავშვი მოიხმარს დღეში 2 ლარზე ნაკლებს და 205,000 ბავშვი მოიხმარს 3 ლარზე ნაკლებს, რაც ბუნებრივია. არაფრით არ არის საკმარისი, უბრალოდ არსებობისთვისაც კი ხანდახან. თინა ბაუმი, UNICEF-ის წარმომადგენელი, უფრო დეტალურად ამ კვლევის შესახებ თუ შეიძლება. კი ბატონო, მოგესალმებით. როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, ეს არის კვლევა, რომელსაც ჩვენ პერიოდულობით ვატარებთ, ჩავატარებთ 2009-ში, 2011-ში და ეხლა მიმდინარეობს მესამე რაუნდი, როდესაც უკვე კიდევ ერთხელ მოხდება სიღარიბის და სხვა მაჩვენებლების შეფასება. ეხლა ამ კვლევაზე ძალიან ბევრი რამ ვისაუბრებ, ბავშვების კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას და გეტყვით, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ შევაფასოთ ბავშვთა მონეტარული სიღარიბე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში გვაქვს საშუალება, რომ სხვა ტიპის სიღარიბეს, ასე ვთქვათ, მივაქციოთ ყურადღება, ამ შემთხვევაში კონკრეტულად მონეტარულ სიღარიბეზე არის საუბარი, გამოყენებული იყო რამოდენიმე ტიპის სიღარიბის მაჩვენებელი ზღვარი და რასაც თქვენ საუბრობთ 2 ლარზე ნაკლებ დღეში, ეს არის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი, რომელსაც ჩვენ ასევე ვიყენებთ. ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაზე და ასაკით პენსიაზე, იმიტომ რომ თავისი მასშტაბებით და ფულადი ოდენობებით, ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ორი ყველაზე დიდი პროგრამა. ეხლა პენსიონერების შემთხვევაში ეს ფული ბავშვამდე მივა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასაკით პენსიონერი არსებობს ოჯახში. და მეორე შემთხვევაში ეს თანხა, ესე ვთქვათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა ბავშვთან, თუ ამ დახმარების მიმღები არის ეს ოჯახი. ჩვენ ვნახეთ, რომ ამის ყველაფრის გათვალისწინებით ესეთი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში უფრო მეტად ისეთი ოჯახები იღებენ ამ ფულად დახმარებას, სადაც ბავშვი არ არის. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის, რომ ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები არის უფრო მაღალი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჯგუფის და მთლიანად მოსახლეობის. და იქიდან გამომდინარე, რომ მაჩვენებლები მაღალია, თან პროგრამაში ვერ ხვდებიან, გამოდის, რომ პრობლემა გვაქვს. ანუ ვერ ვახერხებთ მათ ისე უზრუნველყოფას, როგორც შეიძლება და თქვათ სახელმწიფოს ისინი უზრუნველყო. ამიტომ ჩვენი მცდელობა იყო, რომ გვენახა რამოდენიმე ესე ვთქვათ გზა არის საშუალებითაც შეიძლება ამ პრობლემის ასე თუ ისე შემცირება და თავარი მიზანი იყო, რომ დისკუსია დაწყებულიყო იმაზე, თუ რა უფრო უკეთესია და უპრიანია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, ანუ ჩვენ შევაფასეთ რამოდენიმე პოლიტიკა, რომელიც შეიძლება იყოს განხორციელებული, მათ შორის ოდენობის ზრდა, მიზნობრივი სოციალური დახმარების ფულადი ოდენობის, რომელიც ამ წუთას გაიცემა, თქვათ უფრო მეტი ბენეფიციარების ჩართვა და ერთ-ერთი, რასაც ასევე შევხედეთ, ეს იყო უნივერსალური ბავშვთა დახმარებები, ანუ ყველა ბავშვს მიუხედავად მათი მდგომარეობისა, რომ ეძლეოდეს რაღაცა კონკრეტული თანხა. რომ დავაზუსტო, რას ნიშნავს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი, ანუ ის ზღვარი, რასაც ჩვენ ვიყენებდით, ეს არის დაახლოებით $1.25 დღეში დოლარი, რაც ნიშნავს, რომ ამ მოხმარებაში შედის ნებისმიერი ტიპის მოხმარება, როგორც ყვება, ასევე განათლება, ასევე ჯანდაცვა, ასევე ნებისმიერი ხარჯი, რომელიც შეიძლება იყოს ასოცირებული ამ ბავშვთან. ახლა რას ნიშნავს ბავშვი, რომელიც სიღარიბეში იზრდება? საერთოდ სოფლიო ლიტერატურა გვეუბნება, რომ ესეთი ბავშვი უფრო, ესე ვთქვათ, ცუდი დასაწყისიდან იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს შესაბამისი იმის საშუალება, რომ განავითაროს თავისი თავი, უფრო მეც მიაღწიოს ცხოვრებაში, შესაბამისად თუ თქვათ ოჯახს არ აქვს იმის შესაძლებლობა, მას შეიძლება ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს, ვერ მიიღოს შესაბამისი განათლება. კიდევ უფრო ნათელი რო იყოს, მაგალითად, გასაგებია, რამ ნორმა ერთი არის, მაგრამ აი მინიმუმი რამდენი არის დაახლოებით ბავშვზე, იმისათვის რომ საკმარისი იყოს მისთვის. რა არის, ეს არის ძალიან რთული კითხვა, რომელიც ასე ვთქვათ, ამ კვლევის ფარგლებს ძალიან სცდება. არსებობს ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, რომელიც დგინდება სახელმწიფოს სამსახურისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ, რომელიც განსაზღვრავს ასეთ ძირითად კალორიებს და სხვა კომპონენტებს, რასაც ადამიანი უნდა იღებდეს. მაგრამ ესეც ისეთი საკითხია, რომელიც მუდმივად გადახედვადია და შესწორება ხდება და ასე შემდეგ.
იქიდან გამომდინარე სახელმწიფო რას იღებს თავის პრიორიტეტად და რას თulis რომ უნდა მიაღწიოს, ის განსაზღვრავს თუ რამდენი უნდა დახარჯოს მაგალითად ბავშვთა კეთილდღეობაზე, თუნდაც ფულად ისახით, როდესაც ვეხებით მათ სიღარიბეს ან მსგავს გაჭირვებას. ეხლა ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩვენ როგორც გითხარით, შევეხეთ რამდენიმე გზას, რითაც შეიძლებოდა ვთქვათ ამ მონეტარული სიღარიბის დაძლევა და ერთ-ერთი როგორც აღნიშნე იყო, რა მოხდებოდა რომ არსებულიყო უნივერსალური შეღავათები ბავშვებისთვის. ის თანხა რაც ჩვენ აქ გამოვიყენეთ 30 ლარის ოდენობით, ეს არის ის თანხა, რაც ძალიან მიახლოვებული იყო მაშინდელი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ამ ბენეფიტის, ასე ვთქვათ, ამ ფულად დახმარების ოდენობასთან. ანუ იგივე თანხა აქ რო წასულიყო, დაახლოებით რა შედეგს მივიღებდით, როდესაც პირველ ოჯახის წევრზე არის საუბარი. აღმოჩნდა, რომ უნივერსალური ბენეფიტების არსებობის შემთხვევაში ეს სიღარიბის მაჩვენებლები ყველაზე მეტად იკლებს ნებისმიერი სხვა პოლიტიკის, ასე ვთქვათ, არსებობის შემთხვევას, როცა შეადარებ ამას ყველაფერს. ამისი ძირითადი გამოწვევი სავარაუდოდ არის ის, რომ სისტემაში არის საკმაოდ ცივი ხარვეზები, რომელიც კონკრეტულად ბავშვებთან მიმართებაში არის და აქედან გამომდინარე ნებისმიერი დამატებითი ხარჯის მიმართვა ბავშვებისაკენ ავტომატურად პოულობს ყველაზე უფრო მეტად ღარიბ და შეჭრილ ოჯახებს, სადაც ბავშვები არიან და პირდაპირ მათ ეხმარება, რაც საბოლოო ჯამში ყველაზე მეტ ეფექტს გვაძლევს. გარდა ამისა, ახლა უნივერსალურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ ბავშვების სიღარიბე და ბავშვების მდგომარეობა ზოგადად განსხვავდება მოსახლეობისაგან. ანუ ბავშვი არ არის ის, ვინც თქვა გადაწყვეტილებას მიიღებს იმის თაობაზე, რომ აღარ იყოს სიღარიბეში და რამის შეცვლა შეუძლია ამასთან მიმართებაში. არ შეუძლია. ის არ ირჩევს იმ პირობებს, სადაც იბადება. ის სადაც იბადება, ეს პირობები უკვე არსებულია. და შეიძლება ესეთ ოჯახში არსებობდეს, რომელსაც არ შეუძლია ელემენტარული რაღაცების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, აქ შემოდის სახელმწიფო. თან ეს სოციალური დაცვის მომენტი რაღაც ერთგვარი კონტრაქტი არის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის. ანუ ის რომ მოქალაქეები თქვათ იხდიან გადასახადებს, რაღაც ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფოსაც რიგი ვალდებულებები უჩნდება შესაბამისად მოსახლეობის მიმართ. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ უნივერსალური ბენეფიტი ბავშვებზე არის ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ უზრუნველყოფ შენ ქვეყანაში არსებულ ყველა ბავშვს, რომელთა რაღაც ელემენტარული პირობებით, რომ მათ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. რეკომენდაციები რაღაც კონკრეტული უფრო რამდენადაც ვიცი. ჰქონდათ, ანუ რასაც ვამბობდი, ჩვენ ერთ-ერთი კონკრეტული რეკომენდაცია იყო, რომ შემოღებულიყო საყოველთაო შეღავათი ყველა ბავშვისთვის 16 წლამდე 30 ლარის ოდენობით. კარგით, ამ შემთხვევაში საინტერესო არის ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენლის აზრი, ანუ სახელმწიფო ასეთ დროს რა ტიპის სოციალური დახმარების პროგრამები არსებობს საერთოდ. ბატონი გია კაკაჩი. მოგესალმებით პირველის ყოვლისა. რაც შეეხება სოციალური დახმარების პროგრამებს, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად ბავშვებისათვის, ზოგადად ესეთი მიდგომა სახელმწიფოს არ გააჩნია. სახელმწიფო 2005 წლიდან ჩვენ გადასული ვართ ახალ სოციალური დაცვის პროგრამაზე, რომლის მიდგომაც არის არა კატეგორიების დახმარება, ეს იქნება მრავალშვილიანი, ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობა, ეს არის ზოგადად ორიენტირებული პროგრამა იმ გარკვეულ ოჯახებზე, რომლებიც ყველაზე ძალიან საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. რაც შეეხება ბავშვის კომპონენტს, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ისევე მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე ხანდაზმული, განსაკუთრებული წონა გააჩნია ფორმულაში და შესაბამისად იმის ალბათობა, რომ ეს ოჯახი აღმოჩნდეს სიღატაკის ზღვარს მიღმა, უფრო დიდი არის. ეს კვლევები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩატარებულია 2009 წელს, 2009 წლსა და 2010 წლის მიდამოებში, 11-შიც და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, რომ ეს კვლევა ჩატარდეს თუნდაც შემოდგომაზე რამოდენიმე ფაქტორის გამო. წელს აქ არის ერთი მომენტი, რომ ფაქტობრივად წლის პირველ ნახევარში სადღაც 100,000-მდე ადამიანი ამოღებული იყო ბაზიდან, ეს არის მიახლოებით 20% ბაზის მთლიანი მოცულობის. შესაბამისად იქ იქნება გარკვეული სტრუქტურიდან სიღატაკის ზღვარს მიღმა, რომ ყოფებოდა 500,000 ადამიანი, სადღაც მარტის ბომბარეობით აფიქსირდა 400,000-მდე. შესაბამისად ეს გამოიწვევს ბაზის სტრუქტურულ ცვლილებას. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის, ეს არის 1 სექტემბრიდან, როგორც იცით, ხანდაზმულ პენსიონერებისათვის
ხდება თანხების მატება 150 ლარამდე. შესაბამისად, ესეც საინტერესო ცვლილებებს მოახდენს ზოგადად ბაზაზე. და მესამე მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის, ეს არის 1 ივნისიდან მოხდა სოციალური დახმარების გაორმაგება თითოეული ოჯახის წევრისათვის და ადრე რომელიც შეადგენდა 30 ლარს ის გახდა 60 ლარი ოჯახის პირველი წევრისათვის, ხოლო დანიშნული წევრისათვის ადრე შეადგენდა 24 ლარს და დღეს გახდა 48 ლარი. შესაბამისად, ესეც გარკვეულ ცვლილებებს მოახდენს მთლიანად სტრუქტურაზე, ბაზის სტრუქტურაზე. ამასთანავე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ დევნილთა შეწევა, რომელიც დღევანდელ დღემდე ფაქტობრივად თანაბარი იყო სოციალური დახმარების და დევნილს ჰქონდა არჩევნის საშუალება, აიღო ან დევნილის შემწეობა, ან სოციალური დახმარება. დღეს, როდესაც სოციალური დახმარების გაორმაგება ხდება, ფაქტობრივად დიდი ნაწილი დევნილებისა წამოვლენ სოციალური დახმარების ბაზაში, რაც ასევე გამოიწვევს ბაზის სტრუქტურულ ცვლილებას. ყოველივე ამის შედეგად ძალიან საინტერესო იქნება ამ ბაზის ანალიზი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რეკომენდაციები ზოგადად მისაღებია, მაგრამ ამასთანავე უნდა გავუწყდება, რომ სოციალური ბიუჯეტი საკმაოდ დიდი არის და ეს ბიუჯეტი მუდმივად მზარდი ვერ იქნება, ამიტომ საჭიროა იმ ეფექტური სოციალური დახმარების შემოღება, რომელიც ყველაზე მიზნობრივად იქნება მიმართული. შესაბამისად, თუ ეს იქნება ის, რომ უნივერსალური სოციალური დახმარება თითოეულ ბავშვზე ფაქტობრივად გაანახავებს სიღატაკეც, რაც იყო 2010 წელს, რა თქმა უნდა ეს იქნება მისაღები. მაგრამ ამასთანავე მაშინ კვლევაში იყო გარკვეული მონაცემები, გაორმაგების შემთხვევაში რა მოხდებოდა, ფაქტობრივად არ ანახევრებდა, მაგრამ საკმაოდ 30-40% წევდა ბავშვთა შორის სიღატაკეს და ამასთანავე გარკვეული კავშირი არსებობდა ასაკით პენსიონერების თანხის მატების შემთხვევაში. შესაბამისად, ყველაფერი ამის შედეგად დღეს უკვე, რაც იყო თავის დროზე გათვალისწინებული და გარკვეული სქემები იყო დალაგებული იმ კვლევის გამომდინარე, რამდენად გამართლებულია და როგორ გამართლდა, ძალიან საინტერესო იქნება ამ ყველაფრის ანალიზი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ზრუნვის ობიექტს წარმოადგენს ზოგადად მოწყვლადი ჯგუფები და განსაკუთრებით როდესაც ლაპარაკია მცირეწლოვანი ბავშვები და მათში განხორციელებული ინვესტიციები ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. რატომ აქამდე თქვათ ცალკე ბავშვებზე თუ კი პენსიონერი მოხუცებული არის ცალკე მიმდინარეობს მასზე ზრუნვა და დათვლა, ასე ვთქვათ, თუნდაც მათი რაოდენობის, რატო აქამდე არ იყო, რომ ბავშვები თუ დასაკვირველი მოწყვლადი ჯგუფი არის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი. ზოგადად ახლა არსებობს რამდენიმე სახის სოციალური დახმარება, უნივერსალური, რა ვთქვათ, ახლა ასაკით პენსიონერები ყველა ქვეყანაში არსებობს და შესაბამისად საქართველოშიც არსებობს. დღეს ახლა ჩვენ მაგ თემაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ზოგადად ასაკით პენსიონერებზეც ნელ-ნელა რეფორმირებაა საჭირო და სხვა მიდგომების ჩამოყალიბება. დღეს ასაკით პენსია ფაქტობრივად არის სოციალური დახმარება და არა ის პენსია, რომელიც უნდა იყოს სტაჟთან დაკავშირებული და დამსახურებასთან დაკავშირებული. არის ზოგადი მიდგომა სოციალური დაუცველი ფენებისათვის და ლაპარაკი არის, რომ ბავშვს უფრო დიდი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ზოგადად. ფაქტობრივად ჩვენც იგივე ციფრებზე შეგვიძლია გავიდეთ დღევანდელ დღეს ბაზას რო გადავხედოთ, რასაც კვლევა ამბობს. აქ დიდი სხვაობა არ არის. აქ უბრალოდ ლაპარაკი არის, რომ გამოსავალი რა არის ამ შემთხვევაში და ეს უნდა იყოს ფულადის სახით თუ იგივე სერვისების სახით. ესეც ფაქტობრივად დღეს კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმიტომ რომ, როდესაც ლაპარაკი არის გაჭირებულ ოჯახზე, ჩვენ დარწმუნებულები არა ვართ, რომ ოჯახის სრულწლოვანი წევრი თუ მიიღებს ფულად დახმარებას ბავშვთან დაკავშირებით, რამდენად პირდაპირ მოხმარდება ეს ფული თითოეულ ამ ბავშვს. გასაგებია. ბატონი ვახტანგ მეგრელიშვილი, საკითხის ექსპერტი, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება კიდევ აი ამ პრობლემასთან ბრძოლა და ყველაზე ეფექტური გზა რომელი იქნება? ბრძოლა არ ვიცი როგორ შეიძლება. რთული კითხვაა. მაგრამ აქ ორი პოზიციაა სინამდვილეში. ხო, ორია. ერთი პოზიცია, რომელზეც ვთქვათ, არის საუბარი, ეს არის უნივერსალური დახმარების შემოღება ამ კონტინგენტისათვისაც, ბავშვებისთვის და არის ძირითადი საკითხი, რასაც ვარჩევთ, ხა ბევრნაირი რაღაც შეიძლება, მაგრამ პრინციპულად ვთქვათ, ჩემთვის რაც არის მნიშვნელოვანი ამ იმაში. არის ამ შემთხვევაში მთავრობის, რომელსაც წარმოადგენს გია და თინა, რომელიც ვთქვათ, ამ რეკომენდაციას თავაზობს მთავრობას, განსხვავებული მიდგომა. რაც თინამ თქვა, იყო ერთ-ერთი მოდელი, როგორ შეიძლებოდა ამ სეგმენტშიც შემოტანა უნივერსალური დახმარების.
მაშინ რასაც თქვა კი ამბობს, ეს არის რაღაც თვალსაზრისით შენარჩუნება იმ პოლიტიკის, სელექტიური პოლიტიკის და სელექტიური პოლიტიკა ნიშნავს ამ შემთხვევაში ცოტა მეტ ადმინისტრაციული ძალისხმევის დახარჯვას იმისათვის, რათა ჩვენ ვიპოვოთ ის ადამიანები ჩვენ საზოგადოებაში, რომლებსაც კონკრეტული საჭიროება აქვთ. და ამ კონკრეტული საჭიროების აღმოჩენის შედეგად ამ ადამიანებს მისცეს კონკრეტული დახმარება. ну, გამომდინარე რესურსებიდან და ასე შემდეგ. მაგრამ პრინციპული არის შევიწუხებთ თუ არა ჩვენ თავს იმისთვის, რათა ვიპოვოთ ეს ადამიანები, თუ არ შევიწუხებთ და ყველას დავურიგებთ. აი ეს ამ შემთხვევაში სწორედ ეს ნებისმიერ კატეგორიაში შეიძლება ეხებოდეს, მაგრამ ჩვენ დღევანდელი ინტერესი არის ბავშვები და ამ თემაზე ვთქვათ არის დათვლადია ეს ყველაფერი. ანუ ეს ისე არ არის, რომ ჩვენ რაღაც მხოლოდ იდეოლოგიური პოზიციებიდან შეგვიძლია ვისაუბროთ. ბუნებრივია, შეიძლება ჩვენი განსხვავებული პოზიციები გქონდეს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან UNICEF-ი ამდენი წლის განმავლობაში კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებაში ატარებს კვლევებს, ანალოგიური კვლევები ტარდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის თქვა მსოფლიო ბანკი, რომელიც ერთ-ერთი დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ, თქვა ამ ტიპის სოციალური პოლიტიკის განხორციელებას, მის ეფექტურობას. ხო, აქაც არის მონაცემები და ვინა გითხრათ, რაც თქვა შემთხვევაში არ აღნიშნულა, არის განვითარების შესაძლებლობები. ანუ წინა იმ პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობები, როდესაც თქვა გვიდგება ახალი პრობლემა და ჩვენ გვინდა ამ პრობლემას უპასუხოთ, შეგვიძლია უპასუხოთ ორგვარად. ან პოლიტიკა შევცვალოთ 180 გრადუსით, ან იმ ჩარჩოში, რომელიც გვაქვს მოცემული, შევხედოთ რა რესურსები გვაქვს დარჩენილი. ანუ იქნება თუ არა მიზანშეწონილი იგივე ინსტრუმენტების გამოყენება, რასაც წლების განმავლობაში იყენებს საქართველოს მთავრობა, იმ სეგმენტთან მიმართებაში, რომელიც დღეს გახდა პოლიტიკური ინტერესის სფერო, ანუ კონკრეტულად ვთქვათ ბავშვების სიღარიბე, ხო? ჩემი აზრით, რაც თქვა შემთხვევაში გია, დიდწილად ფაქტიურად ავტომატურად მოხდა ისე, რომ UNICEF-ის რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებული იყო ალტერნატივებთან, გათვალისწინებულია. ეს მოხდა, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით, ანუ მათ გაითვალისწინეს პირდაპირ თუ ეს მათი პოლიტიკის ნაწილი იყო. ძალიან საინტერესო იმის დათვლა და დაკვირვება, თუ რა შედეგი გამოიღო პენსიების ზრდამ მოხუცებულებისთვის, სოციალური დახმარების სრულად ბენეფიტის ზრდამ ერთის მხრივ, მაგრამ მე უბრალოდ მინდა დავამატო ორი რამე, რაც ჯერ არ თქვა. ერთი, რომ თუ არსებობს ასეთი ინტერესი კონკრეტული ჯგუფის მიმართ, იმ ინსტრუმენტით, რომლითაც მუშაობს დღევანდელი ხელისუფლება, თქვათ აი სელექტიურად ოჯახების არჩევანში, არის თუ არა შესაძლებლობა, კითხვა დავსვათ, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ასეთი ბავშვები უფრო მეტად ჩავთოთ, როგორც დახმარების მიმღებები, ანუ ტექნიკურად ამას ქვია, თქვათ წონის მომატება, ხო? ანუ დღეს მიხვდება ამ ბაზაში, ხდება ოჯახი, რომელიც ბევრი კრიტერიუმით წააგავს ღარიბ ოჯახს. ეს ბევრი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ასაკი, შეიძლება იყოს რაღაც ქონებრივი მდგომარეობა, შემოსავლები, ხარჯები, საჭიროებები, თქვათ, რომელიც ავადმყოფობასთან არის დაკავშირებული, განათლების საჭიროებები და ასე შემდეგ. მაგრამ სპეციფიურად, რომ თქვათ, ბავშვი, ან ბავშვის პოვნაზე ყოფილიყო ორიენტირებული სისტემა, ასეთი არ ყოფილა კონკრეტულად. ანუ ოჯახი განხილული იყო თავის ბავშვიანად, როგორც UNICEF-ის კვლევა მაჩვენა, მიუხედავად თქვათ იმისა, რომ ეს ეძებს ნამდვილად ანუ აი ამ პარამეტრებით, სიღარიბის პარამეტრებით კონკრეტულ ოჯახებს, იქ ბავშვიანი ოჯახები მოხდა შედარებით ნაკლები, ვიდრე არაბავშვიანი ოჯახები. ანუ ეს ბუნებრივია ერთის მხრივ. გასაგებია, რომ ბავშვი არის ოჯახისთვის დამატებითი ხარჯი და ერთი და იგივე თანაბარ პირობებში ოჯახი, რომელიც ყავს ბავშვები, სტატისტიკურად უფრო იქნება ღარიბი, ვიდრე ის ოჯახი, რომელსაც არ ყავს ბავშვი. ბუნებრივია ამბავი. შესაბამისად, ის მცირე ცვლილება, რომელიც მცირე განსხვავება პროცენტული ბენეფიციარების შორის, რომელიც დაფიქსირებულია ბავშვიან და არაბავშვიან ოჯახებში ამ ბაზაში, მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვებს ჰქონდათ თავისი წონა. თორემ პროპორცია კიდევ უფრო მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ ზუსტად თამაშია კიდევ ერთი მომენტი, ხო შესაძლებელია, რომ სპეციფიურად იქნეს დამატებული ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც ასეთი ბავშვიანი ოჯახების აღმოჩენას და ამ პროგრამაში ჩართვას გაამარტივებს, ანუ უფრო მეტ შანსს მიცემს ასეთ ოჯახებს, ვიდრე სხვა ოჯახებს, ხო? ანუ ამის რესურსი არსებობს და არა მეორე მომენტი, რაც არ თქმულა საერთოდ. ეს ხო რაღაცის ხარჯზე ხდება, ხო? ანუ ეს ხო რაღაც მართლა ციდან არ გვეცემა თავში ის ფული, რომელიც თქვათ უნდა დავხარჯოთ შემდეგ.
სოციალური კონტრაქტი სახელმწიფოს ვალდებულებები და ეს რაღაცა გასაგებია იმ პარადიგმაში, რა პარადიგმაშიც ახლა აქ მსჯელობა მიდის და ზოგადად რაც სახელმწიფოს ლაპარაკობენ, მაგრამ 300 მილიონი, ხო? 300 მილიონი სერიოზული ფულია, რომელიც ჭდება უნივერსალური დახმარება. მაშინ იქნებ თქვა, რა დაჭდება ის ფული, თუ ჩვენ აი იმ ბავშვებს და იმ მიზნის მისაღწევად სპეციფიურად ვიზრუნებთ, გასაგებია რომ ადმინისტრირება უფრო მეტი დაჭდება, გასაგებია რომ რაღაც ფორმულისში ცვლილების რაღაცა ტესტირება მოუწევთ, გასაგებია რომ რაღაც კვლევა არის საჭირო ამისათვის, გასაგებია რომ შეიძლება იქაც შეცდომა მოხდეს და უფრო მეტი ბენეფიციარების ჩართვა მოხდეს, რათა ამ პროგრამაში არის ყოველთვის ჩართვის შეცდომები და გამორიცხვის შეცდომები, ხო? ან უნივერსალურში ესეთი პრობლემა არ აწუხებს, არ აქვს. მაგრამ ბევრად მეტი ბენეფიტის მიღება შეუძლიათ იმ ოჯახებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი სწორად იქნებიან აღმოჩენილები, ვიდრე თქვა უნივერსალური დახმარების 30 ლარი და ნუ კითხვა 30 ლარი წერა თქვენით ის დაიწყეთ. შველის კი რაღაცა პრობლემას და საერთოდ რა პრობლემა შველის, ეს თალკეკულების თემა, რომელზეც არავის არაფერი არ გაუკეთებია საქართველოში აქამდე. ანუ ჩვენ ესე ასე თუ ისე მაინც ზედაპირულად შევხვდით, რომ აქ აღებული რაღაც კონკრეტული ფულადი ზღვარი, მონეტარული ზღვარი და ამ მონეტარულ ზღვარს ვიყენებთ როგორც პოლიტიკურ მიზანს. მაგრამ თქვა ეს პოლიტიკური მიზანი სინამდვილეში ოჯახის კონკრეტული ოჯახის ცხოვრებაზე რა გავლენას იწვევს, თქვა უკეთესად იკვებებიან, უკეთეს სკოლაში მიდიან, ან რა ვიცი, იქ რაღაც ჯანდაცვის პრობლემა უფრო მარტივად უგვარდება, თუ რა არის კონკრეტული გამოვლინება იმ დამატებითი 30 ლარიანი შემოსავლის, რომელსაც ოჯახი სახელმწიფოსგან მიიღებს, კონკრეტულად უცნობია. თუ ეს უცნობია, მაშინ იქნებ ტექნიკურად რადგან ვსაუბრობთ, იქნება მეტი ფულის მიცემა უფრო ღირდეს ამ ოჯახებისთვის. ანუ ვიდრე 30 ლარია, მაგრამ კონკრეტულად იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვები ყავს და ვისაც ეს კონკრეტული პრობლემა აწუხებს. და რომელიც დაჭდება იმ 300 მილიონზე ბევრად ნაკლები, რომელიც უნივერსალური პროგრამის შემთხვევაში დაჭდება. თინო, თუ არსებობს რაღაცა სავარაუდო ციფრი მაინც, რა დაჭდება, თქვა, აი ამ ბაზის შექმნა და აღრიცხვა ასეთი ბავშვების. ისიც რა არის, ბაზის შექმნაზე არ არის აქ საუბარი, აქ არის ესეც ახლა საუბრობთ და ეს არის უკვე არსებულ ბაზაში რეგისტრირებების შეტანა. ეს არის დამოკიდებული ისევ და ისევ იმაზე, თუ რისი გაკეთება გინდა. ეხლა მაგალითად, რაც ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, თქვა და რასაც ასე თქვა სიმულაცია, რასაც უყურებდით, რა შეიძლება დამჯდარი იგივე გაორმაგება, თქვა მიზნობრივი სოციალური დახმარების, ხო? ჭდებოდა თქვა თვეში დაახლოებით 15 მილიონი, მაშინ როდესაც თვეში უნივერსალური ბენეფიტები ჭდებოდა 25. მე მესმის, რომ უნივერსალური ბენეფიტები წელიწადში მე 300 მილიონი გამოდის და ამიტომ უკვე ჩვენება ძალიან დიდ თანხად, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვა ის პროცენტული კლება, რაც შეიძლება მოხდეს ამ ორი პროგრამის არსებობის შემთხვევაში, უნივერსალური ბენეფიტის დროს ჭდებოდა უფრო იაფი, რაც მესმის ბევრი ადამიანისთვის ძალიან უცნაურად აღსაქმელი და დასაჯერებელია. რასაც ასევე ვახო ამბობდა, რომ 30 ლარს რა ეფექტი შეიძლება ქონდეს ოჯახზე, მსგავსი ტიპის ანალიზი არ გაკეთებულა, მე ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მსგავსი ტიპის სიმულაციები, რაც აი ამ რეკომენდაციო დოკუმენტშია, ესეც არ გაკეთებულა მანამდე. ეს იყო, ესე ვთქვათ, პირველი ცდელობა. და ამიტომ მისი მთავარი არსი იყო, რომ სწორედ ისეთი ტიპის დისკუსია დაწყებული იყო, რასაც ახლა თქვენ აქ ხედავთ. ანუ რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი გზა და რა თქმა უნდა, ყველა გზას აქვს თავისი, ესე ვთქვათ, დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენს მიერ ამ უნივერსალურ ბენეფიტებზე საუბრის დაწყება სწორედ ასე ვთქვათ ამას ისახავდა მიზნად, რომ წამოწეული იყო სხვა შესაძლო ვარიანტებით. და რაც შეეხება 30 ლარის ასე ვთქვათ ეფექტს, კარგი იქნებოდა რომ იყოს იმის საშუალება, რომ ჩატარდეს ასე ვთქვათ ექსპერიმენტი, რომელიც მოგცემს იმის შეფასების საშუალებას რეალურად საწმის ეს ფული. როდესაც ვთქვათ ესეთ რაღაცას აძლევ ოჯახს. ნუ ამისი მეთოდოლოგიაც არსებობს, მაგრამ ეს რამდენად გაკეთებადია ეს ვთქვათ მომავლის თემა და ასეთ შემთხვევაში გვეცოდინებოდა ზუსტად ეს 30 ლარის ადმინის. მაგრამ მსოფლიო ლიტერატურა მაგალითად გვეუბნება, რომ თუ ვთქვათ ბენეფიტი არის ორიენტირებული ბავშვზე, იმისი ალბათობა, რომ ეს ბავშვი საჭიროებაზე დაიხარჯოს, არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე როდესაც ეს რაღაცა ნებისმიერი სხვა ტიპის ბენეფიტი ან შემოსავალია, რომელიც ოჯახში შედის. და ცოტა ხნის წინ გააკეთეს კვლევა, სამხრეთ აფრიკული კვლევა, მართალია, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან ისეთი ცნობილი კვლევითი ინსტიტუტის ჩატარებული არის, რომელმაც თქვა, რომ აი მაგალითად პენსია, რომელიც შედის შემოსავლის სახით ოჯახში, ისევე იხარჯება ბავშვზე, როგორც ნებისმიერ სხვა ოჯახის წევრს. ანუ რაღაცნაირ პრიორიტეტს ბავშვს არ აძლევს, ხო? მაგრამ თუ თუნდაც მცირედი თანხა არის რაღაცნაირად კონკრეტულად ბავშვთან ასოცირებული, იზრდება იმისი ალბათობა, რომ ეს ამის საჭიროებებზე დაიხარჯოს. თუმცა რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელობა აქვს ფაქტის შეძლება ეს დახმარება დედას, მამას, ბებიას თუ ასე შემდეგ. ანუ ეს რა თქმა უნდა შემდგომი კვლევის თემაა და მე ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ მსგავს ტიპის შეფასებები გავაკეთოთ.
აქვე მინდა აღვნიშნო ესეთი რამე, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ასე ვთქვათ ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების კონფერენცია, რომლის ერთ-ერთი თემა იყო ზუსტადად სიღარიბის დაძლევა და სოციალური დახმარებების ასე ვთქვათ ორიენტირება უფრო მეტად ბავშვებზე. და ძალიან მიხარია, რომ იქნა მიღწეული ესე ვთქვათ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უშუალოდ იმაზე, თუ რა ტიპის დახმარება უნდა არსებობდეს საქართველოში ბავშვებთან მიმართებაში. ეს შეიძლება იყოს სიტყვაზე ვამბობ არსებულ პროგრამაში ყველაზე უფრო ღარიბი ბავშვების იდენტიფიცირება და თქვა კიდევ უფრო მეტი ფულის მიცემა, შეიძლება ეს იყოს რაღაცა კონკრეტული ჯგუფისთვის უნივერსალური მიცემა, შეიძლება რამე სხვა, მაგრამ ფაქტია რომ ეს ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც განსაზღვრავს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც უნდა გატარდეს ბავშვებთან მიმართებაში და მე ძალიან მივესალმები ამ ფაქტს. თუ კიდევ გსურთ რაღაცას დამატება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბატონმა გიამ უკვე ბრძანების შესახებ თუ რაც გეგმავს სახელმწიფო და კონკრეტულად რა გაკეთებულა აქამდე. დავაზუსტებ. ზოგადად, რა ვიცი ხარ. ფაქტობრივად სწორი მიდგომები აქ არის ლაპარაკი ორ მიდგომაზე, როგორც ახლა თქვა. რეალურად არის ლაპარაკი იმაზე, რომ ერთი მხრივ ჩვენ ვაღიარებთ, რომ პროგრამის სტომილება არის საკმაოდ დიდი და დღევანდელი პროგრამის სტომილება სადღაც 15%-მდე არის და ფაქტობრივად ახლა 15% გინდა ბავშვი იყოს, გინდა დასული საკმაოდ დიდი მაჩვენებელი არის. აქედან გამომდინარე UNICEF-ის რეკომენდაცია იყო, რომ ჩვენ თუ სტომილებებზე მივდივართ, მაშინ ჯობია რომ ეს სტომილება მინიმუმამდე დავიყვანოთ და ყველას დაურიგოთ. მაგრამ მეორე მიდგომა არის, რომელზედაც მე აპელირებას ვახდენ, ეს არის ჩვენ დღეს ბავშვებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მე დაგვაუწყდება, რომ ბავშვების გარდა ამ ქვეყანაში ბევრი სხვადასხვა გაჭირებული ფენაა. შესაბამისად, ჩვენ თუ ყველა ამ ფენაზე უნივერსალურ იმის შიშით, რომ სტომილება დიდია უნივერსალურ მიდგომაზე გადავალთ, ეს საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, დაგეგმილია ფორმულის ცვლილება, მეთოდოლოგიის ცვლილება, ადმინისტრირების მაქსიმალურად გამკაცრება და შესაბამისად მიზნობრიობების გაზრდა. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ამ ფორმულამ იმუშავა წლების განმავლობაში ფორმულა, რომელიც სიღატაკის მაჩვენებელს განსაზღვრავს და იმ ოჯახების კატეგორიას განსაზღვრავს, რომლებიც სხვადასხვა ბენეფიტს ღებულობენ, როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ისე ადგილობრივი ხელისუფლებებიდან. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავხვეწოთ ეს ბაზა და გავზარდოთ მიზნობრიობა. იქ უნდა შეიცვალოს სხვადასხვა მაჩვენებლები, უნდა გააჩნდეს შემოსავლების კომპონენტები, სხვადასხვა კომპონენტები და სხვადასხვა კონკრეტული მაჩვენებლები. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავ, რომ ჩვენ თუ ამ მიზნობრიობაზე გავალთ, უკვე უნივერსალური არა, მაგრამ ბავშვთა დახმარების გარკვეული სქემების შემოღება შეიძლება, იმიტომ რომ ესეთი სქემები არსებობს ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში, ეს არის პირდაპირ სოციალური დახმარებით თუ სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი თითოეულ სახელმწიფოს პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ძირითადი მიზანი არის ჩვენი ფორმულის შემდგომი დახვეწა და მეთოდოლოგიის შემდეგი დახვეწა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს მიზნობრიობის განსაზღვრა და არ იყოს ესეთი დიდი მაჩვენებელი, როგორც დღეს არის 15%-მდე. რაღაცას დავამატებდი ბავშვთან დაკავშირებით, მესმის რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფია ქვეყანაში, რომელსაც ასე ვთქვათ ყურადღებაც ასევე ჭირდება. ბავშვთან დაკავშირებით, რაც უკვე აქამდე აღვნიშნე, არის რომ მათი მდგომარეობა ცოტა განსხვავებულია. რა ისინი არ ირჩევენ, როგორც ახლა თქვი, სად იბადებიან, ისინი არ ირჩევენ რა პირობებში იბადებიან, მათ არ ძალუძთ ამ პირობების შეცვლა, მათ ნებაზე და მათ შეძლებაზე ეს არ არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ მათზე ხდებოდეს ორიენტირება. მეორე რომ ხო, რა თქმა უნდა და მეორე არის ის რომ მაჩვენებლების სიღარიბის, თუნდაც იგივე მონეტარული სიღარიბის ძალიან მაღალი არის და ყველაზე მაღალი არის ბავშვებში, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჯგუფში. რაც ვახომ ასევე თქვა, რომ ლოგიკურია, რომ ეს ესე იყოს, იმიტომ რომ უფრო მეტი ოჯახის წევრია, ვიდრე ვთქვათ, სხვანაირი ტიპის ოჯახში, ესეც არის, მაგრამ ამავდროულად ის სხვანაირი ტიპის ოჯახი უფრო მეტად, ვთქვათ, შეიძლება მოხდეს ამ სისტემაში, დახმარების სისტემაში, ვიდრე ესეთი, სადაც ბავშვები არიან. აქედან გამომდინარე, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით თან ჩვენ ძალიან გავთვლით, რომ ადრეულ ასაკში ინვესტიცია ყოველთვის უფრო კარგ შედეგებს გვაძლევს. ანუ თუ ჩვენ თავიდანვე პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარება არ შევძელით, მერე გვიან, ეს ვთქვათ, შემდგომ ხანებში ის ინვესტიციის გაკეთება, რაც შეიძლება დაგჭირდეს, შეიძლება უფრო მეტად ძვირი იყოს. მთავარი არის ალბათ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბარი და ბავშვები გახდნენ ერთ-ერთი ის ჯგუფი ნამდვილად ვეთანხმები, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა მიხედოს როგორც ოჯახმა, ასევე სახელმწიფომ. და იმედი ვიქონიოთ, რომ ის მაჩვენებელი, რაც უკანასკნელ კვლევაში იყო, ნელ-ნელა ამის პროცენტი შემცირებისკენ წავა და ნაკლები და ნაკლები შემთხვევა იქნება ასეთ. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის.